გელაუნოპოშვილი კახებია. Დაწყავარია ის არის კაცი და განდასარევი კაპიტანი. ძალიან ძლიერი კაპიტანი. ძალიან ძლიერი ადამიანი და გაამართლა როგორც კაპიტანმა, გაამართლა როგორც ადამიანმა. ის ჩემი საყვარელი კაპიტანი იყო. მიკვირდა და ვეუბნებოდი კახეთი და როგორ ჩამოაღწიე ზღვამდე თქვა. შესანიშნავი პიროვნება, შესანიშნავი კაპიტანი და შესანიშნავი მეზღვაური საქართველოს კაპიტნებს შორის. ერთი სიტყვით, გელაუნოპოშვილი ის კაცია, რომელმაც მთელი ცხოვრება ზღვაში გაატარა. კაცი, რომელსაც დანებდა ზღვა. მე მინახია ბევრი ქვეყნები და ქალაქები ათასეული, მაგრამ სულ ყველგან მე ხელს მიქნევდა ჩემი პატარა პატარძეული. გიორგი, იგივე გელაუნოპოშვილი, რომელსაც ადრინდელის მსგავსად შინაურულად დღესაც სწორედ ასე მიმართავენ და მოიხსენიებენ, განსაკუთრებული ბიოგრაფიის მქონე პიროვნება გახლავთ. მისი ბიოგრაფიის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ არაზღვისპირა კახეთში დაბადებულმა და გაზრდილმა ყმაწვილმა აიხთინა ბავშვობის ოცნება. დაიწყო რიგითი მატროსობიდან, გაიარა შტურმანობის ყველა საფეხური და ერთ-ერთი თვალსაჩინო ქართველი შორეული ნაოსნობის კაპიტანი გახდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1952 წლის 23 ივლისს ვახტანგ გუნაპქოშვილსა და შურა კერატიშვილს უფროსი ვაჟი შეეძინათ, რომელიც გარეკახეთში, საგარეჯოს ამ ულამაზეს სოფელ პატარძეულში იზრდებოდა. ბავშვობიდანვე ცელქი და უნავარი, უშიშარი და რისკიანი ბიჭი, რომელიც 3-4 წლის ასაკიდან ველოსიპედით სერავდა მშობლიური სოფლის ორღობეებს, ყველასგან მალულად თურმე მეზღვაურობაზე ოცნებობდა. პატარძეულის გიორგი ლეონიძის სახელობის საშუალო სკოლაში მე მეხუთე კლასიდან გადავედი და მახსოვს ეს 1 სექტემბერი. დედა მახვდა თან და სკოლის ეზოში რომ შევედით, სკოლის დირექტორი ახალგაზრდა აზორ მენაბდე დედას ძალიან თბილად მიესალმა. და შემდეგ მასწავლებლებს გადაულაპარაკა ეს პატარა გოგონა ჩვენი ჟორჟიკას დაარისო. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო, იმიტომ რომ ეს დირექტორის სიტყვები ისე თბილად ჟღერდა, მივხვდი რომ ჩემს ძმას იქ რაღაც ავტორიტეტი უკვე მოპოვებული ჰქონდა. ყმაწვილობისას სათავგადასავლო ლიტერატურის კითხვით გატაცებული, მაშინ ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ოცნებას აიხდენდა. ცხოვრების 45 წელს ზღვაში გაატარებდა. გადასერავდა ყველა ზღვასა და ოკეანეს, გაივლიდა უამრავ სრუტესა და არხს, მოივლიდა მრავალ კუნძულს, თითქმის ყველა ქვეყანასა და ასობით პორტს. სანატრელი ოცნების ასახთენად კი იმთავითვე ემზადებოდა და ყველაფერიც სწორედ აქედან დაიწყო. ჩემო ბავშვობამ და პატარაობამ გაიარა საგარეჯოს რაიონს სოფელ პატარძეულში. აი აქ სოფელ პატარძეულში საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებია ბათუმის საზღვაო სანაოსნო სასწავლებელში და გამხდარიყავი მეზღვაური. ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელს იმ დროს უკვე დიდი ავტორიტეტის მქონე ამაგდარი იაკობ ოგანეზოვი ხელმძღვანელობდა. არ გაჭრა არც თანასოფლელი კონტრადმირალის მიხეილ ჯინჭარაძის წერილმა და რეკომენდაციებმა სასწავლებლის უფროსის სახელზე და არც მისაღები კომისიის სხვა წევრების კეთილგანწყობამ კოლორიტული კახელი ყმაწვილისადმი. წარუმატებლობის მიზეზი კი რუსული ენის არასაკმარისი ცოდნა გახდა. რა უნდა ეკეთებინა? თავისიანებმა ხომ იმედით გამოაცილეს, რომ ყველაფერს მიაღწევდა და ცნობილი საზღვაო კაპიტანი გახდებოდა. ამიტომ სირცხვილით უკან ვერ დაბრუნდებოდა. იცოდა, რომ ბათუმში არსებობდა დაწყებითი საზღვაო მომზადების სკოლა, სადაც გამოცდები არ ბარდებოდა და საზღვაო საქმის შესწავლა თავდაპირველად ეგრეთ წოდებულ შმოში დაიწყო.
გულმოდგინედ ეუფლებოდა იგი თეორიულ საგნებსა და სულ მოუთქმელად ელოდა პირველი საზღვაო პრაქტიკის დაწყებას. 1970 წელს ჩვენი ფილმის გმირს პირველად მოუწია ზღვაში გასვლა და საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერ კლაიპედაზე სასწავლო პრაქტიკის გავლა. პირველი რეისი იყო, ოდესაში ტვირთი ავიღეთ და წავედით, ესე იგი, უოლფის ბეის რაიონში, თევზსაჭერ გემებს ვაძლევდით ბუნკერს. ეკვატორი გადავკვეთეთ, როგორც ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, მერე სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, ასე რომ ჩემი პირველი მეზღვაური ნათლობა მოხდა ტანკერ კლაიპედაზე. ეს იყო უკვე ცნობილი კაპიტნების, გივი კობალაძისა და ედუარდ ჟუგ-ტრიპოლიტოვის სკოლასთან და გამოცდილებასთან ზიარება. ზღვასთან და მის თავისუფალ სივრცესთან. შეუცნობელ და ფართო ჰორიზონტებთან გელაუნა ფქოშვილის პირველი შეხება. ახალ ბედა მეზღვაურს შორეულ ნაოსნობაში მიღებული გამოცდილების თეორიული ცოდნით გაღრმავება ესაჭიროებოდა. ამის საშუალებას კი ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი იძლეოდა. ხოდა ჩვენი ფილმის გმირმა გადაწყვიტა კიდევ ერთხელ ეცადა ბედი. გელაუნა ფქოშვილმა 1971 წელს სწავლა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელში განაგრძო. სასწავლებელში მისულს იქ უცხო ვითარება, კაცრი შინაგანა წესი, წესდებები და დისციპლინა დახვდა. თუმცა საზღვაო რომანტიკით გულანთებული ხმაწვილი სანუკვარი ოცნების ახდენის გზაზე მზად იყო ყველა გამოცდისათვის გაეძლო და თავიდანვე აუღალღო მომავალ პროფესიას. 1971 წელი იყო, როდესაც მე და გელაუნა ფქოშვილი აღმოჩნდით საზღვაო სასწავლებელში ერთ კურსზე, გემწამყვან ფაკულტეტზე. ეს ის პერიოდია, როდესაც გელას გარკვეული გამოცდილებით იყო უკვე მოსილი, მაგრამ ჩვენ არავინ არ იცოდით ეს. უბრალოდ მოვიდა ჩვენზე უფროსი პიროვნება, ჩამოყალიბებული ადამიანი, რომელიც პირველი დღიდანვე მთელი სერიოზულობით მოეკიდა სწავლას. ერთ-ერთი ძლიერი ჯგუფი იყო ჩვენი ჯგუფი და მათ შორის იყო ერთ-ერთი განსხვავებული სწავლით გელაუნა ფქოშვილი. ეს სცენივით გადაედო მთელ ჯგუფს, სპეციალური საგნები, როგორიც იყო ლოცია, გემწამყვანობა, გემის აგებულება. ეს საგნები იყო განსხვავებული ყურადღების ქვეშ და გელას ინიციატივა იყო ყოველთვის ჯგუფში, რომ ერთმანეთს ვეჯიბრებოდით საგნის უფრო წარმატებულად სწავლაში. თან ერთად ცხოვრობდით. ერთ ლუკმას ვიყოფდით, ერთი გაჭირებით, ერთი დალხინებით, ერთი მეგობრობით, ძალიან მეგობრული ჯგუფი ვიყავით სხვათა შორის და 90 კაცში კურსდამთავრებულებში გელაუნა ფქოშვილი იყო პირველ 3-ეულში თუ 4-ეულში. ქულების მიხედვით. ეს ნიშნავდა, რომ თითქმის ყველა წარმატებული ნიშნები ჰქონდა, 2 საგნის გარდა, 2 4-იანიც გამოდიოდა ისე, რომ წითელი დიპლომი აიღო. წითელი დიპლომი და კაპიტნობა მოგვიანებით აუცილებლად იქნება. მანამდე კი პრაქტიკული უნართვისებების გამომუშავების, თეორიული ცოდნის გაღრმავებისა და საზღვაო საქმის საფუძვლიანად შესწავლის მიზნით კურსანტებს სასწავლო პროცესის ფარგლებში შორეულ ნაოსნობაში წასვლა და საზღვაო საცურაო პრაქტიკები ელოდათ. საწვრთნელი გემი ჰორიზონტი ახალგაზრდა საზღვაოსნო კადრების სამჭედლოს წარმოადგენდა. ბევრი რამის სწავლა ამ თეთრთოვლა ლამაზმანზე. სახალისო ამბავი და მოსაგონარიც ბევრი გადახდა. კიდევ უფრო ნაყოფიერი გამოდგა მომდევნო საზღვაო საცურაო პრაქტიკები საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერ იზიასლავზე, განსაკუთრებით კი ბალკერ ფილიპე მახარაძეზე, რომელსაც იმ დროს სახელგანთქმული კაპიტნები აბესალომ ზენაიშვილი და თეიმურაზ გაიდამაშუკი მეთაურობდნენ. თეიმურაზ გაიდამაშუკი იმ პერიოდისათვის იყო ძალიან განთქმული კაპიტანი და ერთ-ერთი ფლაგმანული გემის კაპიტანი. ნებისმიერი ახალგაზრდა ცდილობდა, რომ მასთან გაზრდილიყო როგორც შტურმანი და მომავალი კაპიტანი. და გელას ეს სიამოვნება პრაქტიკის პერიოდში ჰქონდა. თეიმურაზ გაიდამაშუკმა მასში აღმოაჩინა უდიდესი პოტენციალი მომავალი კაპიტნისა. ის ძალიან თბილად და ლამაზად იხსენებს იმ პერიოდს, რაც გაიდამაშუკთან იყო დაკავშირებული. მე გამიმართლა იმ ამბავში, რომ საზღვაო პრაქტიკა გავიარე ისეთ ცნობილ კაპიტნებთან, როგორებიც იყვნენ გივი კობალაძე, თეიმურაზ გაიდამაშუკი და ბევრი სხვა. მათთან მიღებული საზღვაო პრაქტიკა და გამოცდილება მე მომავალში გამომადგა. პრაქტიკებზეც და საზღვაო სასწავლებელშიც არაერთი კარგი დამრიგებელი ჰყავდა.
გივი კობალაძე და ალექსანდრე პოპოვი, გურამ კონცელიძე და ედუარდ ჟუკტრიპოლიტოვი, აბესალომ ზენაიშვილი და თეიმურაზ გაიტამაშვილი. მათგან ისწავლა მთავარი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს ზღვა და საკუთარი პროფესია. სწორედ მათ ჩამოუყალიბეს ის თვისებები და უნარები, რომლებიც მომავალში გემების დამოუკიდებლად მართვისას გამოადგა და რაც მთავარია იმ თავითვე დაარწმუნეს იგი საკუთარი პროფესიული არჩევანის სისწორეში. პროფესიული საქმიანობის დაწყებამდე ახალბედა მეზღვაურს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთებაც მოუხდა. სასწავლებლის დამთავრებამდე გელა უნაფქოშვილი თანასკოლელზე და საკუთარ გულის სწორზე დაქორწინდა. 1974 წელს ნელი ენაგელი მისი მეუღლე და ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი გახდა. ეს დაიწყო პატარძეულის საშუალო სკოლაში. მე ვიყავი მერვე კლასის მოსწავლე. გელა იყო იმ პერიოდში მეათე კლასის მოსწავლე, მაგრამ იმ პერიოდშივე და ბავშვობის ასაკიდანვე გამოირჩეოდა თავისი ორგანიზატორული ნიჭით. თურმე მაშინ რა ვიცი მოვეწონე და მე განვითარდა ჩვენი ურთიერთობა, უფრო ღრმად წავიდა. ამასობაში მეც დავამთავრე პატარძეულის საშუალო სკოლა და ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. რამდენიმე ხანი ერთმანეთს ვერ ხედავდით და ერთ დღისით ჩამოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომძებნად ცხრილით და ამის შემდეგ განვითარდა ჩვენი ურთიერთობა. მე მალე დავქორწინდით. ახლად შეუღლებულებს ქორწინებიდან მალე პირველი განშორებაც მოუხდათ. საზღვაო სასწავლებლის წარჩინებითა და წითელ დიპლომზე დასრულება ჩვენი ფილმის გმირს არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევდა. ხოდა მანაც გააკეთა ეს არჩევანი და 1975 წელს პროფესიული საქმიანობა ნოვოროსიისკის საზღვაო სანაოსნოს გემებზე დაიწყო. დღევანდელი გადმოსახედიდან მე რომ ვფიქრდები, ჩემო პროფესიულმა არჩევანმა გაამართლა. ვინაიდან მე მქონდა პრიორიტეტი რომ კარგად სწავლობდი, შემეძლო საბჭოთა კავშირის ნებისმიერი სანაოსნო ამომრჩია სამუშაოს გაგრძელებისათვის. მე შევარჩიე ნოვოროსკის საზღვაო სანაოსნო პერიოდისათვის. ნოვოროსკის პარტიზანი, ლუდინოვა, გავანა, ხენიანი, ბუდაპეშტი, ეს ის ტანკერებია, რომლებზეც ნოვოროსკის საზღვაო სანაოსნოში მომიწია ცურვა. თავდაპირველად რიგით მატროსად. მეოთხე, შემდეგ კი კაპიტნის მესამე თანაშემწედ ცურავდა იგი ისეთ ცნობილ კაპიტნებთან, როგორებიც იყვნენ კონსტანტინე ცვიგუნი და ევგენი მერკულოვი, ალექსანდრე კოსილოვი და ვილენ პავლოვი, ალექსანდრე პეტრაკოვი, ვილენ კაზიარი, ვიქტორ კუიანცევი, ვლადიმერ კულიკოვი, ვასილი პლატიცინი და ანატოლი დობჟინსკი. 4 წელი მოუწია იქ დარჩენა. მრავალგზის იყო ბოსფორი და სუეცი, გიბრალტარი და ბისკაი, ლამანში და კეთილი იმედის კონცხი. 1000ობით გავლილი საზღვაო მილი, 1000ობით ზღვა და მრავალი პორტი. თუმცა ფიქრით სულ სამშობლოში, საქართველოში იყო. იცოდა რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევდა დაბრუნება და ასეც მოხდა. მიუხედავად იმის, რომ ამდენი წელი გავატარე ზღვაში და ხშირად შედარებებს ვაკეთებ, თუ სხვა ვარიანტი იქნებოდა რამე, ყველა ვარიანტში პასუხი ერთია, რომ ჩემო პროფესიულმა არჩევანმა გაამართლა. 1978 წლის ბოლოს მივიღე გადაწყვეტილება დაბრუნებულიყავი სამშობლოში, საქართველოში და გამეგრძელებია მუშაობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოში. ჩემი პირველი გემი იყო მხატვარი გაბაშვილი, სადაც ჯერ კაპიტნის მესამე თანაშემწედ გავაგრძელე, მოგვიანებით კი კაპიტნის მეორე თანაშემწედ. ჩემი შემდეგი გემი იყო მხატვარი გერასიმოვი, სადაც უკვე კაპიტნის უფროს თანაშემწის მოვალეობას ვასრულებდი. ამ წლებმა დიდი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება შემძინა. ისეთ კაპიტნებთან საქმიანობისას, როგორებიც იყვნენ ვარლამ კაშია, ომარი ფირცხალავა, სულიკო ბერიძე და მიხეილ ცკიტიშვილი. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მოქმედი კაპიტნების უმრავლესობას შეუმჩნეველი არ დარჩენიათ საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით გამორჩეული ახალგაზრდა, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საკუთარ პროფესიას. უფრო მეტიც, ხიდურაზე მდგარს უკვე შეეძლო სწორი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. ამიტომ ბევრი მათგანი ცდილობდა თანაშემწედ სწორედ იგი ეხმოთ, რადგან სჯეროდათ
და ეიმედებოდათ მისი. მე და გელა მუშაობდით ერთად მხატვარ გაბაშოძე, სადაც მე ვიყავი კაპიტანი. გელა იყო ჩემი თანაშემწე. ის როგორც პიროვნება ძალიან ძლიერი, ძალიან მაგარი, როგორც შტურმანი, როგორც მოადგილე, გემის კაპიტნის მოადგილე, არასდროს არ ქონია შეცდომა. ხშირად იყო შემთხვევა, როდესაც გავდივით თურქეთის სრუტეებს, ვაკვირდებოდი, თუ რამე შეეშლებოდა, მაშინვე მიუთითებდი, მაგრამ რამდენჯერმე გაიყვანა გემი, დააყენა თანაც ღოზაზე, სხვასაც საჭირო იყო და არასდროს არაფერი არ შეშლია. იმისათვის, რომ დასახული მიზნისათვის მიეღწია და საბოლოოდ კაპიტანი გამხდარიყო, წარმატებულ კარიერულ სვლასა და უკვე შეძენილ პრაქტიკულ გამოცდილებას თეორიული ცოდნით გაღრმავება ესაჭიროებოდა. ზღვისა და შორეული ნაოსნობისათვის თავის დანებება არც კი უფიქრია. 1978 წელს კვლავ ნოვოროსიისკს მიაშურა. თავისით ჩააბარა მისაღები გამოცდები და დაუსწრებლად სწავლა რუსეთის ამ შავი ზღვისპირა ქალაქის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელში დაიწყო. გახსენებაზე ძვირფასი მე მგონი რომ არაფერი არაა. მით უმეტეს სტუდენტური ცხოვრებისგან, როდესაც ჩვენ ერთად სწავლობდით, არ ეშლებოდა არაფერი, არც ამხანაგობაში, არც ბიჭობაში, არც სწავლაში, მით უმეტეს სწავლაში ძალიან ნიჭიერი იყო. ძალიან ნიჭიერი იყო, გელა. ფრიადზე დაამთავრა ჩვენი აკადემია და იქაც ძალიან კარგად სწავლობდა. და რაც მთავარია გელას ღირსებიდან და შესანიშნავია ეს არის მისი სიდინჯე და უბრალოება. მახსოვს, უმაღლეს საზღვაო სასწავლებელში სწავლისას ის იჯდა და სულ მეცადინეობდა. დაუსწრებელი სწავლების განყოფილებაზე იშვიათად ნახავდით გელასნაირ მონდომებულ სტუდენტს. თვალშისაცემი იყო მისი მონდომება, დაუოკებელი სურვილი მიეღო და დაუფლებოდა ცოდნას. საბოლოოდ სწორედ ამ გულმოდგინების წყალობით მიაღწია იმას, რასაც იგი დღეს წარმოადგენს. დღეს კი ჩვენი ფილმის გმირი, უფრო ზუსტად კი კაპიტანი გიორგი, მსოფლიოს უმსხვილესი სანაოსნო კომპანია კოლუმბია შიპ მენეჯმენტის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. 1988 წლამდე მას გავლილი ჰქონდა კაპიტნის უფროსი თანაშემწეობის ეტაპი და საზღვაო სავაჭრო ფლოტის ოფიცერთათვის განკუთვნილი კურსები ოდესაში. უკვე ფლობდა მნიშვნელოვან პროფესიულ გამოცდილებას, აუცილებელ უნარ-თვისებებს, ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის მიერ გაცემულ კაპიტნის დიპლომსა და რამდენიმე ავტორიტეტიანი კაპიტნის დახასიათება რეკომენდაციას. ეს ყველაფერი კი სრულიად საკმარისი იყო, რომ იმდროინდელი წესის მიხედვით საზღვაო ფლოტის სამინისტროს კოლეგიას მოსკოვში გიორგი ვნაფქოშვილი შორეული ნაოსნობის კაპიტნად დაემტკიცებინა. და როდესაც დადგა დრო მისი კაპიტნის დარიშვისას, სანაოსნოში მოხდა კაპიტნების შეკრება, სადაც ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მთავარი სიტყვა მეკუთვნოდა მე, იმიტომ ყველაზე დიდხანს მუშაობდა ჩემთან. რა თქმა უნდა ის დავახასიათეთ ისე როგორც ეკადრებოდა, ისე მივეცით ისეთი შესაძლებლობა რომ დამდგარიყო კაპიტნის ჯიხურზე და ეს საქმე მან პირნათლად შეასრულა. ჩემი პირველი გემი, რომლის კაპიტნობად ჩავიბარე, იყო ბალკერი აკადემიკოს დავითაი. ამ პერიოდიდან დაიწყო ყველაზე საინტერესო და შინაარსიანი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. აკადემიკოს დავითაიეს შემდეგ მუშაობა მომიწია ტანკერ ბოლშევიკ კამოზე. შემდეგ კი კაპიტნის თანამდებობაზე გავაგრძელე მუშაობა პორტუგალიაში აშენებულ ერთ-ერთ საუკეთესო გემ ბალკერ აკაკი წერეთელზე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ შორეული ნაოსნობის კაპიტანს, გემისა და ეკიპაჟის მეთაურს განსაკუთრებული თვისებები უნდა გააჩნდეს. არც თუ იშვიათად ექსტრემალურ ვითარებაში მოხვედრილს, მას გამოსავლის პოვნა და სწორი გადაწყვეტილების მყისიერად მიღება უნდა შეეძლოს. რაც ჩვენი ფილმის გმირს უკვე ხელეწიფებოდა, რითაც დამსახურებულად მოიპოვა ავტორიტეტი და დაამახსოვრა თავი იმ ადამიანებს, ვინც მის გვერდით და მისი მეთაურობის ქვეშ ცურავდა და მუშაობდა. ჩემი ურთიერთობა კაპიტან გელა ვნაფქოშვილთან დაიწყო საქართველოს საზღვაო სანაოსნოში 1990 წელს, როდესაც გელა ვნაფქოშვილი იყო კაპიტანი თბომავა აკაკი წერეთელზე, მე კი უფროსი მექანიკოსი ამავე გემზე. მასთან ერთად ყოველთვის დიდი სიამოვნება იყო მუშაობის. კაც რომელსაც ნაოსნობაში
არაფერი არ ეშველებოდა. კაც როდესაც როგორც ხელმძღვანელი კაპიტანი ეკიპაჟის მიმართ იყო ძალიან მომთხოვნი, მაგრამ თვითონაც იყო ეკიპაჟის მიმართ ძალიან ლოიალური და მაქსიმალურად აკეთებდა, რომ მისი ეკიპაჟის წევრი დაწინაურებული იყო, წარმატება ჰქონოდა მის დანარჩენებს, მის მექანიკოსებს. კაპიტნის პროფესიონალიზმი, თავდაჯერებულობა და კომპეტენტურობა. მის მოქმედებას ხომ მთელი ეკიპაჟი ყურადღებით ატევნებს თვალს. იგი ხომ არა მარტო გემის დატვირთვის, არამედ ამ ადამიანების უსაფრთხოებაზეცაა პასუხისმგებელი. ამასთანავე, ეკიპაჟის თითოეული წევრის მიმართ იგი უნდა იყოს სამართლიანი, თუმცა იმავდროულად მომთხოვნიც. სადაც გელა უნაფკოშვილი იყო კაპიტანი, ყველა მეზღვაური ცდილობდა, რომ მასთან მოხდები სამუშაოდ. ფაქტიურად არ არსებობდა, რომ გელა უნაფკოშვილთან მოხვედრილი იყო ისეთი პიროვნება, რომელიც სხვასთან არაპროფესიონალი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მეზღვაურის ცოლობა ცხოვრების განსაკუთრებული წესია. ერთგვარი პროფესიაა. ამასთან მძიმე და რთული. ვინაიდან ცხოვრების დიდ ნაწილს საყვარელ ადამიანთან ხანგრძლივი განშორებებით და მასთან კვლავ შეხვედრის მოლოდინში ატარებ. მარტო გიწევს ოჯახზე ფიქრი და შვილებზე ზრუნვა. მე სულ დავდიოდი სხვადასხვა საზღვაო პორტებში დასახვედრად. ამ პერიოდში მე სკოლაში მუშაობა დავიწყე, ფილოლოგი ვარ, ვასწავლედი ქართულ ენასა და ლიტერატურას. ძალიან მიჭირდა გაკვეთილების გაცდენა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამსახური ხელს მიწყობდა და მივდიოდი ხოლმე მეუღლის დასახვედრად. თან დამყავდა ნინო. პირველად 11 თვის იყო ნინო, როდესაც ქალაქ ოდესაში ჩავიყვანე მამასთან დასახვედრად. როგორც დედა იხსენებს 11 თვის ვიყავი პირველად რომ შევხვდით. ზუსტად არ მახსოვს რომელ ნავსადგურში და იმის შემდეგ მთელი ჩემი ბავშვობა იწყება და მთავრდება აი ამ ზღვასთან დაკავშირებული მოგონებებით. არდადეგებიდან არდადეგებამდე სექტემბრიდან არ იწყებოდა ხოლმე ჩემი ახალი სასწავლო წელი და ახალი ცხოვრება. არამედ როდის წავედით გემზე და შემდეგ როდის დავბრუნდით სახლში. მე ჯერ ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ჩვენს ოჯახში ოკეანის და ზღვის თემამ დაიკავა ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. ძალიან ხშირად დავდიოდით მამასთან. ყოფილა ისეთი პერიოდი, რომ წელიწადში 10 ჯერაც კი ჩავსულვართ სხვადასხვა საპორტო ქალაქებში. და აი დღემდე საოცარ ემოციას იწვევს მაგალითად ჩემში გემის სიგნალი. როდესაც მამა გამოჩნდებოდა ხოლმე პატარა წერტილივით, უზარმაზარი გემით რომ მოდიოდა და უკვე ისმოდა გემის ყრუ სიგნალი. იქ, ზღვებსა და ოკეანეებში, პორტიდან პორტში ხანგრძლივი გადასვლებისას სწორედ ოჯახი იყო მისი საზრუნავი და ფიქრის საგანი. მეტადრე შვილები, ნინო და დიანა ენატრებოდა. ამიტომ სულ მოუთქმელად ელოდა ყოველი მორიგი რეისის დასრულებას, ნაპირთან დაბრუნებას და მათთან შეხვედრას. და განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ჩემთვის ის დღეები, როდესაც ნავსადგურებში ვხვდებოდით მამას და დღესაც დაუვიწყარია ჩემთვის ის ნავსადგურების დამახასიათებელი სუნი, მადანის სუნი, მშრალ ტვირთმზიდებზე მუშაობდა ძირითადად იმ წლებში. და დღესაც მაბრუნებს ხოლმე ბავშვობაში ის მოგონებები და იმდენად მოზღვავებული შთაბეჭდილებებით ვბრუნდებოდი ხოლმე იქიდან, რომ მოთხრობებს ვწერდი საზღვაო თემატიკაზე, ლექსებს. აი მე ძალიან ბევრჯერ კომპიუტერში ამიკრეფია გემის საყვირის ხმა და ვუსმენ და ეს ჩემთვის არის რაღაც მუსიკის დონეზე და ბედნიერების მომტანი ხმა და მე ვიცოდი რომ მამას გემი მოადგებოდა ნაპირს დატვირთული ტროპიკული ხილით და უდიდესი ბედნიერებით და ყველანაირი საჩუქრებით. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არ იყო ეს კომუნიკაციები, ჩვენ ყოველთვის გრძნობდით მის თანადგომას. თვითონ ძალიან პუნქტუალური იყო. ძალიან ხშირად მიგზავნიდა გემიდან რადიოგრამებს. მაშინ რადიოგრამა ერქვა და ერთი ქალაქიდან მეორეში მოდიოდა, მეორედან მესამეში, ზოგჯერ შეცდომით, მაგრამ მაინც ვიცოდით ერთმანეთის შესახებ ყველაფერი. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველოში არსებული არეულობისა და ქაოსის ვითარება საქართველოს საზღვაო სანაოსნოს საქმიანობაზე წაისახა და შედეგად ჩვენი საუკეთესო გემები ერთობლივი და სხვადასხვა უცხოური კომპანიების მართვაში გადავიდა.
სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპი კაპიტან უნაფქოშვილის კარიერულ საქმიანობაში. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ბალკერების, აკადემიკოს დავით აიას, აჭარას და აკაკი წერეთელის მეთაურობის შემდეგ 1995 წლიდან იგი საქართველოს წარმომადგენლად და კაპიტან-დამრიგებლად ჯერ ბათუმსა და სტამბულში, შემდეგ კი საზღვაო სუპერინტენდანტად და აუდიტორად გლაზგოსა და შვეიცარიულ ნიონში საქმიანობდა. სადაც ჩვენი ყოფილი გემების უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად, მათ ინსპექტირებას და სხვადასხვა მოქმედი საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნათა შესრულებაზე მეთვალყურეობასა და კონტროლს ახორციელებდა. ამიტომ შემთხვევითი არ იყო, რომ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ სწორედ ასეთ გამოცდილ და კომპეტენტურ ინჟინერ-გემწამყვანს პირველი ქართული სამგზავრო გემის კაპიტნობა ანდო. როცა საქართველოს სანაოსნომ იფიქრა, რომ გახსნილიყო მაინც საბორნე გადასასვლელი, ჩვენ ერთი გემი შევისყიდეთ. ეს გასაშინჯად იმუშეებს, ეს ხაზი თუ არ იმუშეებს, ეს გვინდოდა ჩვენ რუმინეთში, ბულგარეთში, ოდესაში შევიძინეთ ეს სამგზავრო ბორანი, რომელსაც გადაჰქონდა 54-12 მეტროიანი ტრაილერები და პლუს 370 შეეძლო გზავრების გადაყვანა. საფრანგეთში აგებული როროს კლასის ავტოსამგზავრო ბორანი, რომელსაც ქართველი საზოგადო მოღვაწის მემედ აბაშიძის სახელი დაერქვა, 1997 წლის დეკემბერში მოადგა ბათუმის ნავსადგურს. მის სანავიგაციო ხიდურაზე კი ჩვენი ფილმის გმირი, კაპიტანი გიორგი უნაფქოშვილი იდგა. ამ გემის კაპიტნად ჩვენ რომ ვარჩევდით, შევარჩიეთ მაინც გელა უნაფქოშვილი. გელა უნაფქოშვილი ის მარტო კაპიტანი კი არა, ის ადამიანია, ცოდნე, ჭკვიანი. აითვისა ორ თვეში მთლიანად მისი მუშაობის სტილი, როგორ უნდა ემუშავა ამ გემებს. მშობლიური მიწერის ნავსადგურში შემოსულ თეთრთოვლა ლაინერს მაშინ საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. გემზე მოწვეულ საპატიო სტუმრებს კაპიტანმა და ეკიპაჟმა გემოვნებით გაფორმებული, მოდერნიზებული და განახლებული ინტერიერები, მუსიკალური სალონი, ბარი და რესტორნები დაათვალიერებინეს. გემზე საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონიალი და წვეულებაც გაიმართა, რის შემდეგაც ლაინერი მემედ აბაშიძე მორიგ რეისში მოიხსნა და კურსი ხმელთაშუა ზღვისაკენ აიღო. კაპიტან გიორგის კი მაშინ ნაპირზე მოუწია დარჩენა. ნაპირზე უკვე სმენოდათ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებში მისი საქმიანობის, პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის შესახებ. ხოდა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და მალე საჯარო სამსახურში უხმეს. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს მთავარ ექსპერტად და მინისტრის მრჩეველად საზღვაო საკითხებში. იმ მომენტისათვის გელა უკვე იყო ცნობილი კაპიტანი, რომელიც მოდიოდა საქართველოს საზღვაო სანაოსნო ტრანსპორტის სამინისტროში დაიწყო საქმიანობა როგორც საზღვაო ექსპერტმა და მისი მეშვეობით საზღვაო ადმინისტრაცია, რომელიც იმ დროისათვის იქმნებოდა და ფეხი აიდგა, იყო მისი ღვაწლი დიდი ამ ადმინისტრაციის შექმნაში და მან ბევრი კარგი საქმე გააკეთა ტრანსპორტის სამინისტროში მუშაობის დროს. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო გიორგი უნაფქოშვილის წვლილი ქართული ფლოტის გადარჩენისა და ჩვენი ყოფილი გემების შენარჩუნების საქმეში. როდესაც მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მსოფლიოს უმსხვილეს სანაოსნო კომპანია კოლუმბია შიპ მენეჯმენტს გადაეცა მართვაში. 1999 წელს, როდესაც მიიღებული იქნა გადაწყვეტილება ფლოტის აღორძინების და ურთიერთობის დამყარების კოლუმბია შიპ მენეჯმენტთან, გელა როგორც კაპიტან ჯორჯ უნაფქოშვილი, გიორგი უნაფქოშვილი, როგორც ერთ-ერთი გამოცდილი კაპიტანი იყო მივლინებული თვით კოლუმბიაში, სათაო ოფისში, ლიმასოლში, კიპროში. მან კოლუმბიაში ოფისში იმუშავა 2 წელი და შემდეგ ისევ განაგრძო საქმიანობა როგორც კაპიტანი გემებზე.
მას შემდეგ გიორგი უნაფქოშვილს კაპიტნის ხიდურა აღარ მიუტოვებია. წლიდან წლამდე თვეობით მეთაურობდა იგი კინგ დუგლასსა და კინგ დუნკანს, Cape Endeavour-სა და Cape Enterprise, Nordic Passat-სა და Nordic Harriers, Cape Brindisi-სა და Cape Barris. იგი დღესაც Columbia Ship Management-ის გერმანული მენეჯმენტის გემების კაპიტანია და ამ სახელოვანი კომპანიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლავთ. ნუ მეზღვაურთა ცხოვრება ნამდვილად რთულია და ძნელი. ვერ ვიტყვი რომ ჩვენი გზა იავარდით იყო მოფენილი. ძალიან ბევრი სიძნელე გადავიარეთ. გელა თვითონ აქტიური ადამიანი არის და ამ პერიოდში მე მეგონა რომ იმას ვერ შევძლებდი, რომ ოჯახის ყველა პრობლემა თავზე ამეღო. მიუხედავად ამისა, მოვიდა ჩვენი ოჯახი, შედგა ჩვენი ოჯახი. მამა ჩემის ხასიათი ძალიან გავს ოკეანის ხასიათს. აბობო ხდება, უზარმაზარი ტალღები წარმოიშობა და მერე უცებ წყნარდება. ანალოგიურია მამა, გაბრაზდება რაღაც სიტუაციაზე, წამოვა უდიდესი ტალღები და რამოდენიმე საათში ან წუთში როგორც ოკეანე შვიდდება, თითქოს საერთოდ არაფერი არ ყოფილა. გელა თვითონ თავისი ბუნებით ნამდვილად ზღვას გავს, ბობოქარია. და თვითონაც ითხოვს ირგვლივ მყოფებისგან, მეუღლისგან, შვილებისგან, შვილიშვილებისაგან, რომ მასავით აქტიურები ვიყოთ ყველანი. თავისი ცხოვრებით, თავისი განვლილი ცხოვრებით, არა მარტო ჩვენ, არამედ ყველას დაგვანახა, რომ ბავშვური ოცნება შეიძლება ერთ დღეს გახდეს რეალობა და პატარა ბიჭის ოცნება შეიძლება ერთ დღეს გადაიქცეს ნამდვილ რეალობად. დღეს კი საკუთარი ოცნების სახდენას ეს ორი ყმაწვილი ცდილობს. გიორგი უმცროსი, გელუკა და ჰენრი, რომლებმაც გაითვალისწინეს სახელოვანი პაპის რჩევა სურვილი. უკვე დაადგნენ მის კვალს და სამომავლო საქმესაკეთებლად მათაც ზღვა და მეზღვაურობა აირჩიეს. გიორგი სიმართლე რომ გითხრათ, დიდად აღფრთოვანებული არ იყო თავიდან ამ რჩევით, რომ საზღვაო სფერო აირჩია, მაგრამ პაპას დაუჯერა ბოლოს. ასე მოხდა, მეც მომიწია პაპაჩემის კვალზე დადგომა. ამჟამად ვსწავლობ საქართველოს საზღვაო აკადემიაში ნავიგაციის ფაკულტეტზე და ვცდილობ, რომ გავაგრძელო ღირსეულად პაპაჩემის გზა. გელუკა მალე თავის პირველ შორეულ ნაოსნობაში წავა. ამასობაში ყველასგან მოულოდნელად დიანას უფროსმა ვაჟმა ჰენრიმაც მეზღვაურობა ისურვა. ჩააბარა მისაღები გამოცდები და ისიც საზღვაო აკადემიის კურსანტი გახდა. მეზღვაურობა და კაპიტნობა სურს პატარა გეგასაც, რომელსაც სხვებისგან განსხვავებით საამისოდ სათანადო მოტივაცია და მიზანი გააჩნია. ჯერ ძალიან პატარა იმისთვის, რომ რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს, თუმცა როგორც თვითონ აღნიშნა, უნდა რომ მეკობრეების გემის კაპიტანი გამოვიდეს. მე მეკობრეების კაპიტანი მინდა გამოვიდე, შემოვიარო მთელი მსოფლიო, მივაგნო განძს და ის განძი წამოიღო საქართველოში და გარკვეულ ადამიანებს დავეხმარო. განსხვავებული აზრით აღმოაჩნდა პატარა ელენეს, ჩემს უმცროს შვილს, რომელმაც გამოაცხადა რამდენიმე დღის წინ, რომ პაპა ჩემი სულ ზღვაშია, მამა ჩემი სულ ზღვაშია, ეხლა კიდე ჩემი ძმა აპირებს ზღვაში წასვლას. აღარ მინდა ამდენი ზღვა და მეზღვაურები და არც მეზღვაურს გავყვები ცოლად. ჯერჯერობით პატარა ელენე და გეგა პაპის ნაფუძარზე ცხოვრობენ და აქვე პატარძეულის სკოლაში სწავლობენ. თუ როგორ შეძლებენ ისინი საკუთარი მიზნების განხორციელებას, ამას დრო გვიჩვენებს. ელენეს მამიკოც, ჩემი მეუღლე 15 წელზე მეტია უკვე შორეული ნაოსნობის მეზღვაურია. ამჟამად არის კაპიტნის მეორე თანაშემწე იმავე კომპანიაში კოლუმბიაში, სადაც მამა მოღვაწეობს მრავალი წელია. ელა უნაფქოშვილი კახენია. რა შეუძლია თქვას მეზღვაურს. რაცთავარია ის არის კაცი და გადასარევი კაპიტანი. აი ბიჭი, ჩემი დიდი მეგობარი და ჩვენ დიდი ხანია თამაშობ ხმელეთში ჩვენ სასწავლებელში. დიდ ღვაწლი აქვს შედარებით ჩვენი სასწავლების განვითარებაში და ჩამოყალიბებაში. ძალიან ძლიერი კაპიტანია. ძალიან ძლიერი ადამიანია და დახურულ სივრცეში ვარ ჩვენი ზღვაზე, მაგრამ ეს დახურული არასდროს არ ყოფილა, ის გულღი ადამიანია. გიორგი უნაფქოშვილი
იგი მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა ქართულ საზღვაო სამყაროში. თავისი საქმის დიდი პროფესიონალი და ნამდვილი მეტრი, რომლის ცხოვრებისეულ მაგალითზე ქართველ მეზღვაურთა მომავალი თაობები უნდა იზრდებოდნენ. დღეს გელა ჩვენს კომპანიაში კოლუმბიაში მენეჯმენტში საქმიანობს როგორც კაპიტანი ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული და დიდ გემზე, რომელიც არის 150,000-იანი კეიპ ბარი და ბევრ ახალგაზრდას ქართველ მეზღვაურს ზრდის ამ გემზე. ამაზე დიდი ბედნიერება და სიხარული რაც შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისათვის, როგორც საზღვაო ქვეყნისათვის არის ის, რომ აი ეს ჩვენი გამოჩენილი კაპიტნები გადასცემენ თავის ცოდნას, თავის გამოცდილებას და ასე თუ გაგრძელდა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იქნება საზღვაო ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით აღავს ფლოტი. შორს არ არის ის დრო, როდესაც ჩვენს გვეყოლება საკუთარი საზღვაო სავაჭრო ფლოტი. ქართული დროშის ქვეშ მცურავი ჩვენი გემები და ადრე თუ გვიან საქართველოს სრულყოფილ საზღვაო სახელმწიფოდ იქცევა. რაც შეეხება ქართული საზღვაო სავაჭრო ფლოტის შექმნასა და გემების შეძენას, ამის თაობაზე საკუთარი აზრი ჩვენი ფილმის გმირსაც გააჩნია. ფლოტი უნდა შექმნან იმ ხალხმა, ვისაც ეს საქმე ესმის. გემის შეძენა არაფერია, ძალიან ადვილია. სქემა არის ძალიან უბრალო. ბანკიდან ღებულობ კრედიტს, იწყებ მშენებლობას აღებული კრედიტით. სადღაც რო აიწევს თანხა, თქვა სიტყვაზე მილიონი, მერე უკვე ეს გემი მთლიანად იდება ბანკში და პრინციპში გემი ბანკის არის, მაგრამ აშენებ და გემფრობელი ხარ და ბანკს უნდა დაუფარო კრედიტი. ამიტომ ჩემი აზრით ფლოტი უნდა შექმნას კერძო პიროვნებამ, რომელიც აი თუნდაც გენრიხ შოლერი, ჩემი ფირმის მფლობელი, სადაც მე დღემდე ვმუშაობ. იმან შექმნა შესანიშნავი მენეჯმენტი საზღვაო და შესანიშნავი ფლოტი და ყველაფერი. ერთმა კაცმა, ერთმა ადამიანმა იმპერია შექმნა. საზღვაო იმპერია. აი ეს გვინდა ჩვენ, აი ესეთი ადამიანები გვინდა. საზღვაო ტრანსპორტი ხომ უმნიშვნელოვანესი რგოლია სატრანზიტო ტერიტორიის მფლობელი ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც ჩვენი ზღვისპირა სამშობლოა. ამ ფუნქციის შესრულება და არსებული რესურსის მაქსიმალურად ამოქმედება კი მისი ეკონომიკის ზრდისა და ყველა ჩვენგანის კეთილდღეობის, ქვეყნის ცნობადობის გაზრდისა და პრესტიჟის ამაღლების ამბავიცაა. სახელოვან ქართულ საზღვაოსნო ტრადიციებთან ერთად ამის პირობას მეზღვაურის პროფესიის პოპულარობის ზრდა და საზღვაო საგანმანათლებლო სისტემის, სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და სხვა უმაღლესი საზღვაო სასწავლებლების არსებობა წარმოადგენს, სადაც სადღეისოდ საზღვაო რომანტიკით გულანთებული მრავალი ახალგაზრდა ეუფლება მეზღვაურის რთულ და ფათერაკიან პროფესიას. ვაჟკაცო, თქვენ დღეს იწყებთ ურთულეს გზას. ურთულეს საზღვაო გზას, საზღვაო საქმიანობას. თქვენ უნდა დაეუფლოთ ამ კედლებში ძალიან მაღალ თეორიულ ცოდნას. იმიტომ რომ მომავალში თქვენ დრო აღარ გექნებათ, რომ ჩაუждეთ და წიგნები ეკითხოთ გემზე, იქ უკვე სამუშაოა. ეხლა კი მინდა დაგილოცოთ გზა, ამ შესანიშნავი პროფესიის გზა, რომელიც იქნება რთული, სრული სვით მსოფლიოს ზღვებისა და ოკეანეებისაკენ. ბედნიერ ნაოსნობას გისურვებთ. კაპიტანი უნაფქოშვილი. საზღვაო საზოგადოებაში ეს სახელი რაღაც სხვანაირად, გამორჩეულად ჟღერს. მათთვის, ვინც მას პირადად იცნობს, ერთხელ მაინც შეხვედრია, ან თუნდაც სმენია შორეული ნაოსნობის ქართველი კაპიტნის გიორგი გელაუნაფქოშვილის შესახებ. ბრიტანეთის საზღვაო ინსტიტუტისა და კაპიტანთა საერთაშორისო ასოციაციის წევრმა, ამავე ორგანიზაციის კონსულტანტმა და ექსპერტმა, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ნამდვილმა წევრმა და ღირსების ორდენის კავალერმა, თავისი მორიგი დამსახურებული სამთავრობო ჯილდო ამჯერადაც მშვიდად ჩვეული კახურის იდინჯით მიიღო მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს გამართულ აღლუმზე მისთვისაც თავისებურად მშობლიურ ბათუმში. თუმცა გელას ძალიან უყვარს თავისი მშობლიური სოფელი პატარძეული. ან როგორ არ უყვარდეს, როდესაც პატარძეულს იმხელა ისტორია აქვს, იმხელა ტრადიციები აქვს, რომ თავისი ასაკით, როდესაც მატიანეში იხსენიება პირველად, თავისი ასაკით უსწრებს, იქნებ არ დამიჯეროთ პარიზს, ლონდონს, ვენას და სწორედ აქ, აი ამ ადგილას პატარძეულში დაფუძნდნენ უნაფქოშვილები.
სიყვარულიდან სიცოცხლის სიმღერით გადმოსახედო ხედავის ფერმისლებში ირმების გადმოსახედო გახედო ჩემო გახედო და მამას ყველაზე დიდი გემი და ყველაზე დიდი სიყვარულის გემი არის ეს ადგილი თავისი ეკიპაჟის წევრებით, ჩვენი ახლობელი საყვარელი ადამიანებით. როდესაც გელა შორეული ნაოსნობიდან ბრუნდება, მოეფერება, მოესიყვარულება ყველას, მაგრამ მოკლე ხანში ყველა ვამჩნევთ, რომ მას კვლავ ზღვისკენ უჭირავს თვალი და უნდა რაც შეიძლება ჩქარა დაუბრუნდეს კაპიტნის ყიდურას. ამ კაცს შეეძლო მსოფლიოს ყველა კუთხეში ეცხოვრა ჯანმრთელად, ბედნიერად. აი აქ ჩამოდის ყოველ შეგულებაში. აი აქ ცხოვრობს, უდგარს ამრავლებს, ფერმებს აშენებს. ღვინოს წურავს, სალოცავებს არემონტებს და ქომაგია ყველას. იმედია ჩვენი ბიძაშვილების, ოჯახის, სანაცესაოსის, სოფლის და ყველა წესიერი კაცის. გელა უნაქოშვილი დალოცოს ღერთმა და გელა უნაქოშვილის ოჯახი ამყოვოს ღერთმა გარდათ. ადამიანის საწვალებლად როა დაბადებული ქრისტიანი ხალხები ყველამ კარგად იცის. რაც უფრო ბევრს იწვალებდა, ბევრს დატოვებს სიკეთეს, ალბათ უფალი უფრო დაგაფებს. თუ არ დაგაფასებს, უკვე უფლის გადაწყვეტილებაა და ამიტომ ჩემი მისიაც ეგა. მთელი არსებით ზღვისკენ და ზღვაში მყოფს, მას ახლა აღარც კი ახსოვს თუ როდის მოხვდა პირველად შტორმში. პირველად როდის შეხვდა ქარიშხალს და როგორ გაიმარჯვა მასზე. წვიმას ისარემალებოდა და ქარი მას ვერ ერეოდა. ზღვამ და ოკეანემ იგი დამარცხებული ვერა და ვერ ნახა და საბოლოოდ გაიმარჯვა. ზღვა კი დანებდა მას. წურვალისათვის მიმატანინე წყალი მევალისათვის მიმატანინე ვალი საბნეულისთვის მასწავლები მეგაზები შეუწამლავი შემაწამლინეზები მათქემებინე ქვეყანაც სიცოცხლედი და მე მომაძებნინე სხვაგან დაკარგული ძმები ამ ჩემს მამულში დამამარხინე ძალები მათქმევინე ქვეყანაც ცოცხლეღირა მერე წამოვალ სადაც გინდა მათქმევინე ქვეყანაც ცოცხლეღირა So